So I'm going to go and see the parameters. ვაპირებ ყველა ვარიანტი განვიხილო. არადა შემიძლია უბრალოდ ვუსურვო წარმატება, თავი დავანებო და ასე დავასრულო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამბავი არ მოგვარდება. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჩემი აზრით, მე რომ არა, პუტინი ახლა არავისთან ისაუბრებდა, მაგრამ მე მას შევხვდები. ვნახოთ რა იქნება. შეხვედრის დასრულებისთანავე დაურეკავ პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს. შევატყობინებ, როგორი შეთანხმების დადებას არ ვაპირებ. შეთანხმების დადება ჩემზე არაა დამოკიდებული. ვფიქრობ, შეთანხმება ორივესთვის მისაღები უნდა იყოს. რუსეთი კი თავისი ქვეყნის მშენებლობას უნდა დაუბრუნდეს. ეს უზარმაზარი ქვეყანაა. It should be made for both. But I'm going to meet with President Putin and we're going to see. პრეზიდენტ პუტინს შევხვდები და ვნახოთ რა აქვს მას განზრახული. თუ ეს მოთხოვნა სამართლიანი იქნება ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის შევატყობინებ. ვფიქრობ, პატივისცემის ნიშნად ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკავ და შემდეგ დანარჩენებს. შემდეგ შეიძლება ვუთხრა, წარმატებები, განაგრძეთ ომი, ან შეიძლება შეთანხმებასაც მივახციოთ. ერთს გეტყვით, ვნახე უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ხალხის 88% შეთანხმების მიღწევა სურს. 3 წლით უკან თუ დაუბრუნდებით, ყველას ომის სურვილი ჰქონდა. იცით, ომი ყველას სურს, სანამ ის მართლა დაიწყება. Of the people would like to see a deal made. Сьогодні була доповідь розвідки. დღეს გავრცელდა დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში იმის შესახებ, თუ რისი იმედი აქვს ვლადიმერ პუტინს და რისთვის ემზადება სინამდვილეში. მათ შორის გულისხმობს სამხედრო მზადებასაც. ის ნამდვილად არ არის განწყობილი ცეცხლის შესაწყვეტად ან ომის დასასრულებლად. პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამიტი მხოლოდ პირად გამარჯვება წარმოადგინოს და შემდეგ განაგრძოს მოქმედება ზუსტად ისე, როგორც ადრე უკრაინაზე იმავე ზეწოლით. ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა მიიღეს გზავნილი ომის შემდგომი სიტუაციისთვის მოსამზადებლად. პირიქით, ისინი თავიანთ ჯარებს და ძალებს ანაწილებენ, რაც ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის მზადებას მიანიშნებს. თუ ვინმე მშვიდობისთვის ემზადება, ასე არ აკეთებს. ჩვენ კვლავ მივაწვდით ინფორმაციას პარტნიორებს.